ტელეპიროლის ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს მოსამართლეს ზვიად ცეკვაო მწვრილმან ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ცეკვაომ სარწმუნოდ არ მიიჩნია, რომ მამნიაშვილი აქციაზე ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა. გიორგი მამნიაშვილი ინგოროყვას ქუჩაზე 22 ნოემბერს დააკავეს. ტელეპიროლის ცნობით, ჟურნალისტი აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. გიორგი მამნიაშვილის თქმით, დააკავების მომენტში პოლიციას უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო და პრესბარათიც აჩვენა. მისივე თქმით, აქციაზე მოქალაქეების დააკავებას იღებდა. სამართალდამცველებმა მისი ტელეფონის დაგდებას სცადეს, შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსანმა ლაშა სალუქვაძემ თქვა, რომ ისიც დაეკავებინათ. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით გიორგი მამნიაშვილი აქციაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. იგინებოდა ომის სამართოთ და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ხელი არ შეეშალა მათთვის სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებაში. ბრალდების მხარე მამნიაშვილისთვის პატიმრობას ითხოვდა. დღესვე ტელეპიროლმა ვიდეო გაავრცელა, რომელიც ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილის დააკავებას ასახავს. Rasakete batono, musha batono, khopshu vidobata, musha batono, jurnalisti var, jurnalisti var, jurnalisti var, jurnalisti. ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 22 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ რეჟისორს გიორგი სავანელს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სავანელი 100 ლარითაც დააჯარიმეს, რადგან ის სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ფეხზე არ წამოუდგა. ასევე სრულმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 22 ნოემბერს დაკავებულ დავით გუნაშვილს 5დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდა გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ, თუმცა ისინი ამ მოწოდებას არ დაემორჩილნენ. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ გუნაშვილი არაერთხელ იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე. დაცვის მხარის განმარტებით საკმარისი ადგილი არ იყო და ტროტუარზე ვერ ეტეოდნენ. გუნაშვილმა თქვა, რომ პოლიციას არ გაუკეთებია ახსნა განმარტება, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინათ გზა აქციის მონაწილეებს. პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით 5დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა გიორგი ბალხამიშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. 5დღიანი პატიმრობა შეეფარდა ლუკა ჭოხონელიძესაც. საქმე მოსამართლე თორნიკე კაპარაძემ განიხილა. ვინ არის ეს? ვინც დააკავეს? სახელი და გვარი. სახელი და გვარი. გადავდივარ. კი არა. ნოემბერს დაკავებულ უწყვეტი პროტესტის სხვა მონაწილეებს სოფო მარკოზიასა და ცოტნე მირცხულავას სასამართლომ ჯარიმები დააკისრა. მოსამართლე დავით მაკარაძემ სოფო მარკოზიას 3000 ლარიანი, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ კი ცოტნე მირცხულავას 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაავალა. ასევე პროტესტის მონაწილე ლიდა ცომაიას სრულმანი ხულიგნობისა და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.